დაახლოებით 9 საათის დაწყებული იქნებოდა გადაცემა. 7 კანდიდატი მონაწილეობდა ჩვენს მიერ მოწყობილ დებატებში, მათ შორის იყო ლაშა დვალიშვილი. ლაშა საუბრობდა იმ დროს პირდაპირ ეთერში, როდესაც ხმაური შემოგვესმა აქვის ხედით და შემოვარდა ერთი მამაკაცი, რომელიც პირდაპირ ფიზიკურად გაუსწორდა ლაშა დვალიშვილს. რაც დავინახეთ, წიხლი ჩაარტყა ერთი და სახეშიც გაარტყა. შემდეგ სხვა კანდიდატები წამოდგნენ და გააშველეს, გარეთ გაიყვანეს შენობის გარეთ. ერთადერთი რაც მე გავიგე, შენ მისწერე SMS-ი, ანუ ვიღაცის სახელი თქვა რა და ეხა მე უბრალოდ სახელს ვეღარ ვიხსენებ, რა სახელი თქვა. პოლიცია გამოიძახეს ჩვენმა თანამშრომლებმა და დაკითხვაზე გადაიყვანეს გამოკითხვაზე ლაშა დვალიშვილი. შემოვიდა ორი ადამიანი და ლაშას გვარი არ მახსოვს ლაშასი დაუწყეს კამათი რაღაც ჭხუბში გადაიზარდა მიმედით გავაშველეთ მაგრამ თავარი ეს კი არ არის ხალხო თავარი არის ის რომ წინასაარჩევნოდ არ უნდა ხდებოდეს ესეთი გეწოლა კანდიდატზე დებატების მიმდინარეობის დროს როცა ეს დვალიშვილი წარმოთხოვდა სიტყვას შემოიჭრა რამდენიმე ახალგაზრდა რადიო ჰერეთის სტუდიაში სადაც ვიჯექით აღარ 8 თუ 9 მაჟორიტარობის კანდიდატი ლაგოდეხი ყვარელის საარჩევნო ოლქში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ლაშა დვალიშვილს. დაარტყეს, რა თქმა უნდა, დაარტყეს, რაც ჩემი თვალით დავინახე. პოლიციას თქვენ გამოკითხვაზე არ დაუბარები ხარ? მე არა, იმიტომ რომ მე როგორც კი არც დაურეკიათ. შეკრების დროს შემოვიდა რამდენიმე ადამიანი, გამოემართა ჩემი მისამართი და მოხდა ეს ინციდენტი. ძალიან ცუდია რომ ესეთი ინტერპრეტაცია მიცეს ახლა რაც გადმომიგზავნეს ლინკები იმასთან დაკავშირებით, რომ ლაშა დვალიშვილის ცემეს და ასე შემდეგ. მე არ დავადასტურებ იმას, რომ იქ იყო ფიზიკური შეურაცხყოფა, ძალიან მალე განიმუხტა ეს ყველაფერი და შესაბამისად ამ ყველაფერს მე მივაწერდი იმას, რომ იყო უბრალოდ რაღაცა გაუგებრობა და გაურკვევლობა. არავით არის პირადი ურთიერთობა, არავით არის რაღაცა გარე ფიქრები, არავისთან ლაგოდეხში განსაკუთრებით და შესაბამისად შემიძლია ხაზზე დავიფიცო ის, რომ არავის მიმართ აბსოლუტურად არანაირი დამოკიდებულება არ მქონია გარდა საქმიანი ურთიერთობა.